ყურადღება მიაქციე ვის უხდი ბოდიშს. შეიძლება ეს დროში ინანო. ადამიანს, როდესაც ბოდიშს უხდი და ის თავს აღმატებულად გრძნობს, აი რაღაცა პირობითად რაღაცა მიქარე მის წინაშე და ამით შენ წუხარ და წუხარებას გამოხატავ და რაღაცნაირად მობოდიშება გინდა და ბოდიშს უხდი. და შეცახით როზიან ხოლმე. ესე გაიჯგიმებიან ხოლმე და რაღაცნაირად ეს აღმატებული სახით რო გიყურებენ რა. აი მანდ უნდა დაფიქრდე რომ შენ ბოდიშზე რო ხურდებიან ესე რო ვთქვა რა და ყოველ ნახვაზე და ყოველ ჯერზე რო შენგან ბოდიშს ელიან. აი მანდ უნდა დაფიქრდე ის რაზეც შენ ბოდიშს უხდი იქნებ მართალი იყო თავის დროზე რაც რაზეც უხდი ამ შენ ადრესაც ბოდიშს. და ბოდიში ბუნებრივად არის მიღებული რა ხალხებს რავი ბევრჯერ მოუწენებია დაუშავებია და ბუნებრივად თუ ნებით როდესაც მომიბოდიშებ ხოლმე სულ აწვეთიმებ ხოლმე და გულში ჩავიკავ და ვეთქვი რომ მე რა ყველას მოსვლია და მე რა მოხდა და უკარვებ იმ სინანულის გზნობას ეს არის ბუნებრივი და არაბუნებრივი არის აი ესეც სახით გაგიჟდებიან რა და ყველაზე სერიოზულები ვარიან აი ხო გიცადით